დონალდ ტრამპის თქმით, მან უცხოური ორგანიზაციების დაფინანსება დროებით იმიტომ შეაჩერა, რომ მილიარდობით ამერიკული დოლარის ბოროტად გამოყენების, ასევე თაღლითურად და უსარგებლოდ ხარჯვის ფაქტები გამოავლინონ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ ჯამში თითქმის 2 მილიარდ დოლარამდეა გაყინული. დონალდ ტრამპის თქმით, აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ 50 მილიონი დოლარი, რომელიც ღაზაში პრეზერვატივების შესაძენად გაგზავნეს, ამასმა ბომბების დასამზადებლად გამოიყენა. მსურს მედიაში გავრცელებული გაუგებრობა აღმოფხვრა. დაფინანსების შეჩერება არ შეხებია სოციალურ უსაფრთხოებასა თუ ჯანმრთელობის დაზღვევას. ჩვენ ვიკვლევთ უდიდეს ბიუროკრატიას, რომელიც დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად ხარჯავს და ბოროტად იყენებს. ამ პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ღაზაში ჰამასისთვის 50 მილიონი დოლარი იგზავნებოდა პრეზერვატივების შესაძენად. იცით, რა ბედი ეწია ამ თანხას? ის ბომბების დასამზადებლად გამოიყენეს. ჩვენ ეს შევაჩერეთ და ასევე გავაუქმეთ 181 მილიონი დოლარი ინკლუზიურობის ტრენინგ პროგრამებისთვის. გავაჩერეთ უცხოური ორგანიზაციებისთვის არაავტორიზებული გადასახადები, რომლებიც $1.7 მილიარდ შეადგენს.